საქართველოს რამდენიმე ქალაქში ევრომელანომა 2012 კანის კიბოს საწინააღმდეგო კამპანიის ფარგლებში ყველა მსურველს ჩაუტარდება. აქციის შესახებ დაწვრილებით საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაციის პრეზიდენტი პროფესორი ლალი მეკოკიშვილი ისაუბრებს. მოგესალმებით ქალბატონო ლალი. ქალბატონო ლალი, უპირველეს ყოვლისა ევროპის ქვეყნებთან შედარებით ჩვენთან მელანომის გამოვლენის რაოდენობა უფრო მცირეა. თუმცა გამოვლენილ შემთხვევებიდან უმეტესობა არის მესამე და მეოთხე სტადია. რას ნიშნავს ეს და რატო ხდება ასე? მოგესალმებით, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის და ამ თემით დაინტერესებისთვის, იმიტომ რომ ეს თემა ნამდვილად ძალიან აქტუალურია, მით უმეტეს იწყება ზაფხულის სეზონი, როდესაც ადამიანები ემზადებიან საზღვაო სეზონისათვის. საქართველოში სამწუხარო სტატისტიკა არსებობს, მელანომა და არა მარტო მელანომა, კანის სხვა ავთვისებიანი სიმსივნეებით საკმაოდ დაგვიანებით აღმოჩნდება. ევროპაში მონაცემები აბსოლუტურად განსხვავებულია, ჩვენთან 54%-ში მესამე-მეოთხე სტადია, როდესაც მკურნალობა ძალიან დაგვიანებულია, ევროპაში ეს შეადგენს უფრო გაცილებით დაბალ პროცენტს, მხოლოდ 10%-ია. მიზეზი ჩვენ ჩავატარეთ მცირე კვლევა, ამის ობიექტური მიზეზები ნამდვილად არსებობს. პირველ რიგში ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ არ მიმდინარეობს აქტიური კანის კიბოს საწინააღმდეგო პროგრამა. თვითონ პაციენტებიც არ არიან ინფორმირებულები, შესაბამისად არც მოტივირებულები არ არიან, რომ დროულად მიმართონ ექიმს. გარკვეულწილად არის პირველადი რგოლის ჩამოყალიბების პრობლემაც, ეს ნიშნავს, რომ ის ექიმები, რომელთანაც პაციენტი პირველად მიდის, შეიძლება სულ სხვა პრობლემის გამო უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ მათ ადრეულ სტადიაზე აღმოაჩინოს სიმსივნე. მოგეხსენებათ, რომ ონკოლოგთან ხალისით არ მიდიან პაციენტები, მიდიან მხოლოდ მაშინ, როდესაც უკვე ამჩნევენ რაღაცას კანზე, ძალიან შეწუხდებიან და ამ დროს უკვე გვიანია მისვლა. ქალბატონო ლალი, წელს საქართველო გახდა იმ გაერთიანების წევრი, რომელშიც 35 ევროპული ქვეყანა შედის და პირველი ღონისძიება ტარდება ევრომელანომა 2012. რას გულისხმობს ეს ღონისძიება 21 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით სხვადასხვა ქალაქებში, რომელი ქალაქია? მოგახსენებთ, რომ ეს კამპანია 99 წლიდან არსებობს, ბელგიიდან დაიწყო, ინიცირებულია დერმატოლოგების მიერ. წელს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაციის ორგანიზებით და ინიციატივით ეს საქართველოშიც ტარდება, ჩატარდება მომავალ წელსაც. ჩვენ გვაქვს ევროპული მხარისგან ოფიციალური მხარდაჭერა, მათ შორის ევროპის დერმატოლოგთა აკადემიიდან და წელევანდელ კამპანიას მხარი დაუჭიათ თბილისის მერიამ, რისთვისაც მე მინდა პირდაპირ ეთერში რამდენ ქალაქში ჩატარდება ღონისძიებები და რა საქართველოში, თელავში, ქუთაისში და ბათუმში. ამ პერიოდის განმავლობაში იმუშავებს ცხელი ხაზი ყველა ქალაქში. ჩვენ გვაქვს კლინიკების ჩამონათვალი, რომელშიდაც ხდება მოსახლეობის ორგანიზებულად ჩაწერა. აქვე აუცილებლად უნდა აღნიშნო, რომ ეს კამპანია არ გახლავთ დაფინანსებული, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ ჩართული ექიმების ჩართვა ამ კამპანიაში მოხდა მხოლოდ მათი კეთილინების გამოვლენით. ისინი არ იღებენ არანაირ ანაზღაურებას, მე მინდა მივმართო მოსახლეობას, რომ იყვნენ მოეკიდონ გაგებით სიტუაციას, გათვალეთ დაახლოებით 9 საათი მაინც, იმიტომ რომ ჩაწერა ხდება წუთობრივად, თუმცა მოგეხსენებათ, ესეთი დისციპლინირებული დინება შეიძლება არ იყოს და კიდევ ერთ ვიტყვი, კლინიკების ჩამონათვალი ყველას თბილისში, ქუთაისსა, თელავში და ბათუმში შეუძლია მიიღოს ამ ცხელი ხაზის ნომრებზე დარეგვით. ამ ნომრებს თქვენ ახლა თქვენს ეკრანებზე ხედავთ. ქალბატონო ლალი, უპირველესი რაც არის მელანომის შემთხვევაში გასათვალისწინებელი არის ის, რომ შეიძლება პრევენციამ დაავადების. და ძალიან ადვილად განკურნებადი არის თუ მას ადრეულ სტადიებზე აღმოვაჩეთ. რა სახის მკურნალობა არის ეფექტური მის შემთხვევაში? საერთოდ მელანომა ძალიან ვერაგი დაავადება, ეს არის ყველაზე ავთვისებიანი კანის სიმსივნე, რომელსაც შესაძლებელია კანზე არ იყოს მკვეთრად გამოხატული ცვლილება და უკვე მეტასტაზები გქონდეს. ამიტომ იმ უმნიშვნელო ცვლილებებსაც კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. წლევანდელი კამპანიის ფარგლებში რამოდენიმე აქტივობა გათვალისწინებული. ეს გახლავთ საინფორმაციო ბუკლეტები, სადაც მითითებულია პაციენტებისათვის თუ რა ნიშნებს უნდა მიაქციონ მათ ყურადღება, უბრალოდ ზოგადად მოსახლეობისათვის, რა არის რისკ ფაქტორები და როგორ უნდა დაიცვან თავი მელანომისაგან. ამ ძირითადი მაინც გახლავთ მზის გამოსხივება, განსაკუთრებით ბავშვობის ასაკში. ჩვენ საქართველოს პლაჟებზე ხშირად ვხედავთ
შიშველ ბავშვებს ჩვილ ასაკშიც კი, რომლებიც მზეზე იროჯებიან. საერთოდ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებით იმ დ-ვიტამინის დოზა, რომელსაც მზე გვაძლევს ჩვენ ორგანიზმს, ბავშვებში ითვლება, რომ უჯობესია მიეცეს კვებითი დანამატის სახით და არა მზით გარუჯვის სახით. საუკეთესო თავდაცვა გახლავთ მჭიდრო ნაქსოვი ტანსაცმელი, ქუდი, სათვალე და ბოლოს მზის დამცავი კრემები. თუმცა ძალიან მინდა ყველამ კარგად დაიმახსოვროს ერთი რამ, რომ მზის დამცავი კრემი თქვენ გიცავთ დამწრობისაგან გარკვეული პერიოდის განმავლობაში. თუმცა არ შეიძლება მზის დამცავმა კრემმა თქვენ მოგცეთ იმის სტიმულაცია, რომ რაც შეიძლება დიდხანს დარჩეთ მზეზე, რადგან ის ყიდოსგან მაპროვოცირებელი ელემენტი, ძირითადი მაპროვოცირებელი. მოვერდებით მზეს. რისკ ჯგუფებს ვინ მიეკუთვნებიან? რისკ ჯგუფებს პირველ რიგში მიეკუთვნებიან ღია ფერის კანის ადამიანები, როგორიც მაგალითად ჩვენ დასავლეთ საქართველოში გვყავს. რისკ ჯგუფებს მიეკუთვნება ეგრეთ წოდებული ატიპიური, ანუ არატიპიური ხალების, მრავალი ხალის მქონე ადამიანები და ის ადამიანები, ვისაც აქვს ოჯახური ანამნეზი მელანომის განვითარებისა, ხოლო ტანის კიბოს სხვა სახეობების რისკ ჯგუფებს ძირითადად მიეკუთვნება ის ადამიანები, ვინც მთელი ცხოვრების მანძილზე ხშირად უწევდათ გარე სამუშაოების ჩატარება, რაც საქართველოში სოფლის მოსახლეობისთვის არის დამახასიათებელი. მადლობა ქალბატონ ლალი, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ 21-დან 27 მაისის ჩათვლით თბილისში, ქუთაისში, თელავსა და ბათუმში ჩატარდება უფასო გამოკვლევები და კონსულტაციები კანის კიბოსთან დაკავშირებით, დიახ, ქირურგიასთან დაკავშირებით. მინდა დავამატო კიდევ ერთი რამ, რომ არის უპრეცედენტო პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ კოლეგას, რომელიც ჩვენ გავერთიანდით ამ პრობლემის გარშემო, დერმატოლოგები და ონკოლოგებიც შესანიშნავი თანამშრომლობა გვაქვს და უბრალოდ ვერ ჩამოუთვლი ამ კლინიკებს. მე მინდა მათ ხელმძღვანელებს ყველა იმ დერმატოლოგს უთხრა ძალიან დიდი მადლობა და გამოხატო ჩემი პატივისცემა პაციენტების სახელით. ორ კლინიკაში თბილისის მასშტაბით კურნალობა ქირურგიული კვეთა იქნება უფასო მყარად ეჭვის შემთხვევაში. კიდევ ერთხელ ხავს უსმენ, მხოლოდ ქირურგიული მკურნალობა კანის კიბოზე ეჭვის შემთხვევაში. გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა მიაკითხოს ამ ორ კლინიკას, ეს გახლავთ კლინიკა მედულა და თბილისის ონკოლოგიური დისპანსერი, სადაც ქირურგები მზად არიან უფასოდ მოემსახურონ პაციენტებს. მადლობა კიდევ ერთხელ ქალბატონ ლალი.